იცი, ისრაელის არჩევნებიც თავში მიტრიალებს. და როცა გისმენდი, როგორ თქვი, მე რაბინი ვარ, არა ინსაიდერი. ჩუმად გამეცინა, რადგან ისრაელში არც ერთი რაბინი განსაკუთრებით ეხლა არ იტყვის, მე რაბინი ვარ, არა ინსაიდერი. ამჟამად თუ რაბინი ხარ და არჩევნები ახლოვდებდება, ყველა ინსაიდერია. მინდოდა შენთვის მეკითხა, აქედან ახლო აღმოსავლეთზე გადავიდე. შენ ხელმძღვანელობდი ამერიკელი ებრაელების დელეგაციებს. აშკენაზის, სეპარდი, სირიის ებრაელები კონკრეტულად. უკან სირიაში ბოლო დაახლოებით 1 წლის განმავლობაში, როგორც იქაური საზოგადოება, რაც დარჩა იქიდან, ამ ეტაპზე ბევრი არ არის. ცდილობს ფესვებთან კავშირი აღადგინოს. და სირიის ებრაელებისთვის, რომლებმაც წლების განმავლობაში დატოვეს ეს საზოგადოება, ისინი გარკვეულწილად ცდილობენ დაბრუნებას. გარკვეულ რა დარჩა იქ და კვლავ სადუნ კავშირების დამყარება და შესაძლოა მომავლისთვის რაღაცის აშენება. თუმცა ეს ჯერ კიდევ შორს არ. შეგიძლიათ ცოტა მეტი ინფორმაცია მოგცეთ, ისიც შიგნიდან, მინდა ინსაიდერის ხედვას დაუბრუნდე იმ მისიების, იმ დელეგაციების შესახებ, როგორები იყვნენ ისინი და რა სელით მომავალში. დიახ, მადლობა. ეს ყველაფერი კეთილი ნების მისიები იყო. და უნდა ვთქვა, რომ სირიის შესახებ გარკვეული შიდა ინფორმაცია მაქვს. და ნაწილი ამ ინფორმაციისა მოდის მიჩიგანში მცხოვრები ერთი საოცარი ექიმისგან, რომელიც 10 წლეულებია ებრაელ-მუსლიმურ ურთიერთობებზე მუშაობს ამერიკის ებრაულ კომიტეტთან ერთად. ის იყო, ვინც ეს მითხრა წელიწადნახევრის წინ თებერვალში, აშერ უნდა წახვიდე. მე აშკენაზი ებრაელი ვარ, სირიელი არ ვარ. მაგრამ მან მითხრა, ეიშერ უნდა წახვიდეს სირიაში და მეც წავედი. ეს იყო იცით თებერვალში, რევოლუციიდან მხოლოდ 3 თვის შემდეგ. და ძალიან შტაბეჭდილებული დავრჩი. და იცით, ყველაზე მეტად რაც შტაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, იყო ის, რომ ხალხი ისრაელზე ან ღაზაზე არ იყო გადართული. ეს მართლაც კარგი ნიშანია. მაგრამ ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია. მე ვზრუნავ პალესტინელებზე, ვზრუნავ უიღურებზე, ვზრუნავ დარფურზე. ძალიან ბევრი ხალხია, ვიზეც ვზრუნავ. მაგრამ არსებობს დრო სხვადასხვა საკითხებზე სასაუბროთ. ისინი სირიაზე ღელავდნენ, ისინი ახლახან იწყებდნენ სირიის აღდგენას და როცა გაიგეს, რომ ებრაელი ვიყავი, ძალიან თბილად მომექცნენ. მე კიდევ ორჯერ დავბრუნდი. რამდენიმე მისიას ხელმძღვანელობდი საოცარ ჯო ჯაჯადისთან ერთად, რომელიც თავად სირიელია და ხელმძღვანელობს სირიის მოზაიკის ფონდს. და ჩვენ შესანიშნავი დრო გავატარეთ მთავრობის წარმომადგენლებთან, ძირითადად საგარეო საქმეთა უწყებაში, მაგრამ ასევე სოციალური და შრომის საქმეთა მინისტრთან და ეკონომიკის მინისტრთან. ჩვენ შევხვდით დამასკოს ეროვნული მუზეუმის დირექტორს, სადაც ინახება საოცარი დურა, ევროპას ფრესკები. და ამაზე ბევრი სამუშაო თარდება ალეფის ფონდის მიერ. ეს არ არის ებრაული ფონდი, არამედ ფრანგული ალეფის ფონდი. მართლაც ბევრი საოცარი საქმე კეთდება, ასე რომ მე ვენდობოდი დოქტორ ბაშას. ის ბევრ ადამიანს იცნობდა. მისი ოჯახის დიდი ნაწილი ასადის მიერ იქნა მოკლული. და მისი შეხედულება. და აქ არის ის, სადაც მე მაქვს ჩემი პოზიცია, რომ საჭიროა ეს იყოს ასე. ისრაელი არის მიზეზი, რატომაც არსებობს ახალი სირია, რადგან ისრაელმა დაარტყა ჰეზბოლას, ისრაელმა დაასუსტა ირანი და შესაბამისად შარაჰი. რომელსაც ადრე ჯოლანი ერქვა, შეძლო რომ რევოლუცია წარმატებული ყოფილიყო. ისრაელი ბუნებრივი მოკავშირე იქნებოდა სირიისთვის. ვიცი რომ არსებობს პრობლემები დრუზებთან, ალავიტებთან და ქურთებთან. მე მიყვარს ქურთები, მაგრამ სირია უნდა იყოს მთლიანიც და ერთიანიც. და ეს ესეთი შესაძლებლობა იყო ისრაელისთვის. და წელიწადნახევრის წინ და ყველა კითხვის ნიშნის ქვეშ აფენებდა. და მერე ხალხი ამბობდა, შარის დიდხანს არ დარჩება. და მერე მას ჯოლანის დაუძახებენ. ის ისლამისტია და ეს ყველაფერი. ეს დიდი შესაძლებლობა იყო ისრაელისთვის. მათ სირია მიმართა, თქვა, გვინდა მშვიდობა ყველა ჩვენს მეზობელთან. რა თქმა უნდა, გოლანის საკითხი უნდა განიხილონ. და რა თქმა უნდა, მე არ ვითხოვდი რომ გოლანიდან ყველა ტანკი უნდა გაიყვანონ. მშვიდობა, არა. იცი, ებრაულად ამბობენ, კაბდეილ ვეხაშდეიჰუ, ენდე, მაგრამ გადაამოწმე. ფრთხილად იყავი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ასეთი შესაძლებლობა იყო. და ეს იყო შესაძლებლობა სირია ცოტათი თურქეთისგან დაეშორებინათ. მათ არ უნდათ რომ თურქეთზე იყვნენ დამოკიდებული. მათ იციან რომ თურქეთს სინამდვილეში სურს ისინი ოსმალეთის იმპერიის ნაწილად აქციოს. ასე რომ ეს დიდი შესაძლებლობა იყო. და მე ვიმედოვნებდი რომ ეს ებრაული კეთილი ნების მისიები, რადგან ვფიქრობ, ხალხი ერთმანეთში ურევს ებრაელებს, ისრაელს და ამ ყველაფერს. მართლა იმედია გამოიწვევდა იმას, რომ ხალხს სირიაში უფრო პოზიტიური დამოკიდებულება ექნებოდა. ეს რომ გავაკეთე და როგორც ვახსენე, ბოლო 2 მოგზაურობა იყო სექტემბერში და დეკემბერში. მაიკი, ძალიან მინდა რომ სირიაში წახვიდე. მე ეს ძალიან მომწონს და ასე რომ, მაგრამ ბოლო 2 მოგზაურობის დროს დამასკოში ყველგან კიპა მეკეთა. და იცი ხალხი, ზოგიერთმა ადამიანმა ჩვენზე იკითხა და ჩვენთან ერთად სურათების გადაღება უნდოდათ. იცი, მე
ნახე, არ ვიცი. მე არ ვარ თავდაცვის სფეროს ინსაიდერი და ეგეთები, მაგრამ ჩემი სირიელი მეგობრები და არაბი მეგობრები ამბობდნენ, რომ ეს იყო ესეთი შესაძლებლობა ისრაელისთვის, რადგან სირიამ იცოდა, რომ სწორედ ისრაელმა დაარტყა ჰეზბოლას და ირანს და სირიელების ძულთ ჰეზბოლა და არ უყვართ ირანი. ეს აგვაკლდა. დრუზები ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ეს საკითხი დრუზებსა და ბედუინებს შორის დაპირისპირებარეთმა ერთმანეთთან ბრძოლა. რთული ადგილია ახლო აღმოსავლეთი და მეწოდებიან ქურთები. იცი, ქურთისტანშიც ვიყავი, ჩემი ქალდეველი მეგობრებით მიჩიგანიდან. ჩვენ ქურთისტანში წავედით. ალქოში ვიყავი, სადაც წინასწარმეტყველი ნაუმის საფლავია. ესე რომ იცი, მე ქურთისტანის ხარეს ვარ. ოფიციალურად ვუჭერ მხარს ქურთისტანს ერაყში. და მოდი სირია იყოს სრულფასოვანი და ვიმედოვნებ, რომ ისრაელი გონივრულად მოიქცევა და ნამდვილად იტყვის, რომ სირია მაინც შეიძლება იყოს დიდი მოკავშირე. და ეს გვჭირდება, რადგან უნდა შევაჩეროთ ირანი, რომ არ გაუგზავნოს ეს იარაღი ჰეზბოლას და ლიბანს. ამიტომ უნდა შევაჩეროთ არალეგალური ნარკოტიკების ვაჯრობა, კაპტაჯონი, ასე რომ მე ჯერ კიდევ ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი სირიის მიმართ. და მიუხედავად იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში გარკვეული შიდა ცვლილებები მოხდა და მე აღარ ვარ მათთან ისე დაკავშირებული, ვფიქრობ, რომ ჩემი ექიმი მეგობრების კავშირებიც აღარ არის ისეთი კარგი. მე მაინც მაქვს იმედი, რომ შეიძლება ისევ სირიაში დავბრუნდე და მე შემიყვარდა სირიის ხალხი. იცი, ისრაელში ამბობენ, ეს არის ხაცაგა? ეს ყველაფერი სპექტაკლია. ხო, ეს საოცარი სპექტაკლია და ერთი მხრივ ეს მართლაც საოცარი სპექტაკლია. მეორე მხრივ იქ მისვლა ასე მარტივი არ არის. საჭიროა ფორმების შევსება, ვიზები და ასე შემდეგ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი სპექტაკლი არ არის. და ვფიქრობ, საკმარისი სამუშაო შესრულდა. შარაჰმა წელიწადნახევრის განმავლობაში დაამტკიცა, რომ ეს ირანი არ არის, ეს ხომეინი არ არის. იცი, როცა ხომეინი მაშინვე შევიდა, ქვეყანა ისლამურ რესპუბლიკად გადაიქცა და შენ დაინახე მტკიცებულებები, საითაც მიდიოდა ყველაფერი. ეს სრულიად განსხვავებულია. კარგი, ვიტყვით მომავალ წელს იერუსალიმში, ასევე ვიტყვით მომავალ წელს დამასკოში და იმედია მოვახერხებთ ამას დაახლოებით 20 წამში. იუდევლებს სირიაში დასაბრუნებელი რამე აქვთ? კი, არის საოცარი რამეები, არის სინაგოგები, არის სასაფლაო ამ ორ ადგილას. არ ვიცი, იუდევლებმა უნდა გადავიდნენ თუ არა იქ საცხოვრებლად, ეს მათი გადაწყვეტილებაა. თუმცა ქალაქი საკმაოდ ლამაზია. იცი, დამასკო რაღაცით გავს ისრაელს 60 წლის წინ, მაგრამ ძალიან კარგია დაბრუნება და სირიის ხალხთან შეხვედრა ისინი დაბრუნებულ იუდევლებს სიხარულით მიიღებენ.